ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება და ამაზე გვესაუბრებიან როგორც მისი მეგობრები, ასევე ინტერესების დამცველი. ამბობენ, რომ სჭირდება სამედიცინო კვლევები და რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. როგორც ადვოკატი და მისი მეგობრები გვეუბნებიან, ამასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის საქმის კურსია, თუმცა ამ დრომდე არ ხდება არც პირადი ექიმის საქმეში ჩართვა და არც იმ საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც დათაშვილი ამ დრომდე მკურნალობდა. დამირეკა ნინომ საპატიმროდან და მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხერხემლის პრობლემა აქვს ნინოს და ამ წუთას, როგორც მითხრა, პრობლემის გამო ფეხიც ერთი ფეხი აქვს გაშეშებული, ვერ ახერხებს გადაადგილებას. და ითხოვს ექიმს, უკვე რამდენი ხანია ითხოვს, რომ მასთან შევიდეს ექიმი. მისი მკურნალი ექიმი, ნევროლოგი, რომელთანაც ის მუდმივად გადიოდა კონსულტაციებს, უნდა რომ მან გაუწიოს ისევ კონსულტაცია, ან იმ კლინიკამ, რომელშიც მკურნალობდა ხოლმე. სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს წერილით ნინოს ადვოკატებმა. ნინოს დაკავების პროცესში უკვე ცნობილი იყო პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც, რომელმაც შეუფარდა პატიმრობა, რომ ნინოს ჰქონდა ჯანმრთელობის საჭიროებები, ჭირდებოდა გადაუდებელი კვლევები, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული ხერხემალზე, კვლავ ჰქონდა ქირურგიული ჩარევის საჭიროება. ეს ყველაფერი ჩვენ გავაჟღერეთ სამედიცინო მტკიცებულებებით დადასტურებულად სასამართლო პროცესზე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს, როდესაც უფარდებდა ნინოს პატიმრობას. სააპელაციო სასამართლოში, როდესაც გავასაჩივეთ სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, იქაც გუთითებდით, რომ ციხის პირობებში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, რადგან ბუნებრივია, როდესაც ადამიანს აქვს ჯანმრთელობის საჭიროება და არ ეწოდება შესაბამისი სერვისი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დათაშვილი ორჯერ მოინახულეს, მათ შორის მიმდინარე კვირაში და როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, საქმის კურსი არის ჩაყენებული როგორც პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილება, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, თუმცა ამ უწყებებისგან რა რეაგირება ჰქონდა ნინო დათაშვილის მიმართ, არც ადვოკატს აქვს ინფორმაცია და არც ომბუდსმენის აპარატი განცხადებაში არ წერს.